საქართველოში არსებობს ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი, რომელიც ვერ იღებს სათანადო დახმარებას სახელმწიფოსგან. გაეროს საერთაშორისო სახელმწიფო პრინციპების მიხედვით ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. ხოლო მათი გადაადგილების მიზეზი არის ბუნებრივი კატასტროფები. ისინი არიან ეკოლოგიური მიგრანტები, ეგრეთ წოდებული ეკომიგრანტები. 11,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ. მათი გადაადგილება და სოციალური დახმარება არის სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია. მართალია, რომ სამინისტრო, თეოლოგიათა და განსახლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება წელიწადში დაახლოებით 100 ოჯახის განსახლება. მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა სტიქიის შედეგად გადაადგილებული, იძულებით გადაადგილებული პირებს არ ცნობს. 2013 წელს შეიქმნა კანონპროექტი ეკომიგრაციის შესახებ, რომელიც დღემდე თაროზედევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა, განაგრძოს ამ საკითხებზე მუშაობა, რომ ეკომიგრანტების ადამიანთა უფლებები იქნეს დაცული.